მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლევან ორაკიძე და მე დავუბრუნდი. ხო, ერთვიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით. არ მინდა ვთქვა რატო არ ვიდეოებს და არ მქონდა უბრალოდ мотивация და მოდი დღეს გვექნება ჩვენი ფუტბოლი. მონატრებული ფუტბოლი. სანამ ვიდეო დაიწყება, არ დაგავიწყეთ და ლაიქოთ ვიდეო, გამოიწვევთ და გააქტიუროთ არის ღილაკი. ხო, დღეს ფუტბოლში ჩვენ გვექნება ფერმინ ლოპესის დატესტვა. აი ამ კარდის. ფერმინ ლოპესის დატესტვა და მოკლედ ნახოთ როგორია რა. ეხლა შეგახედებთ სტატისტიკას, გაინტერესებთ. ხო, შეგიძლია ნახოთ. და მოდი უკვე წავიდეთ და ვითამაშოთ ჩვენი პირველი მატჩი. AI European Clubs-თან წავედით. ხო, დონე აუწია და დღეს ჩვენ ვეთამაშებით top players. სანამ ვიდეოებს ავდები, გუნდი საკმაოდ გავაძლიერე და წესით კარგად უნდა ვითამაშოთ ამ თამაში. და რაც სავარია, იმედია ფერმინ ლოპესი გაიტანს გოლს. მოაბა ჩელენჯის წესები კარგად გახსოვს. ჩელენჯი რო ჩაითვალოს მოგებულად, უნდა გავიტანოთ გოლი მხოლოდ ფერმინ ლოპესი და ასევე ეს თამაში უნდა მოვიგოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ითვლება ჩელენჯი. თუ არა და გამოვარო ჩელენჯი ვერ შესრულდა. და მეორე მატჩს ვითამაშებ. ამ ვიდეოში რადგან გიყვართ გრძელი ეპიზოდები. ეგრევე ატაკინგი და წავედით. ფერმინ ლოპესი აქ ვურთით. არა ეგრევე დაკარგა ძალიან სწორი თამაში. ფიტის გაკეთება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. მაგრამ ვანდაიკი კარგია. ფერმინ ლოპესი. მე მგონი ჯობია ფერმინ ლოპესის პოზიცია შევცვალო, ხო? და აქ ესე დავაყენოთ. და დიდი შანსი იყოს, რომ გოლი გაიტანოს და აქ შემოვიდეს პედრი. აი ეს ვქნათ, რათა უფრო დიდი შანსი იყოს, რომ ფერმინ ლოპესმა გოლი გაიტანოს, თორე ესე ძალიან მცირე შანსია. ასე ვარ და გავუწევთ დააფოლო ჩემი TikTok-ი, აი ეს მაწერია ეხლა გამოჩნდება. და თუ ავალ 1500 გამომწეზე ჩავწები ყინულიან წყალში მოიხსენებას. და ასევე არ დაგავიწყეთ, რომ როცა ავალ YouTube-ზე 150 გამომწეზე რაც მოხდება, აი ნახეთ, აი ეს ვიდეო და გაიგებთ. აქ სახიფათო შეტევა აქვს. რა გუნდიც არის, ტონი ადამსი კაია, ენდრიკი. ბურთი მინდა რომ გადავიდეს ფერმინ ლოპესი. გავიდეს წინ, ფერმინ ლოპესმა მიიღო ბურთი, მაგრამ ეგრევე დაკარგა. თამაში მინდა რომ შეწყდეს. გოლი არ გაუშვით. გადავჭით და ეხა ესეც ფერმინ ლოპესი შეცვლის პოზიციას და უფრო გაგვიარდულება გოლის გატანა. წავედით. ასევე დამიწერეთ კომენტარებში რა გინდათ რომ შემდეგი იხილოთ ჩემს არხზე რა თამაში გინდათ. და აუცილებლად გადავიღებ. ფერმინ ლოპესი, ფინესი, ფერმინ ლოპესი, მაგრამ ეკარე მაუღო სამწუხაროდ. არ და კარგად დაარტყა ფერმინო. აქ ნახოთ რას ეზავენ კონტრშეტევაზე, კი არა და უბრალოდ შეტევა ქონდა და პედრი მაღალი პასი ფერმინზე, ფერმინი შემოიწია შუაში, გავაშოთი გაუშვა და ისევ მეკარე მაიგო, ვინ არის ეს მეკარე? ფერმინმა მინდა რომ მიიღოს ბურთი. მიიღო ფერმინა, ფინესი და ისევ აიღო ბიჭო ეს ვინა. არა, თქვა და კუთხური მოიპოვა აქ. ფერმინ ლოპესმა. მოდი აქ ეს მივცეთ. ესე ჩავაწოდოთ ტრენდი,
ფინესი და 1-0 Fermin Lopez-მა გაიტანა გოლი და ჯერჯერობით ჩელენჯი წარმატებით უასრულებთ. ეგ არის აბარა. მეგობრებო, ერთადერთი რის გამოც არ ვიღებდი ვიდეოებს ის არის რომ мотивация არ მქონდა რადგან ვიდეოს რო დავდე აქ 160 ნახვა და 160 ნახვიდან არც ერთმა არ გამოიწერა არხი და ძალიან ცუდი პროცენტი მაქვს მაგის რა არხის ძალიან დიდ ნაწილს არხი არ აქვს გამოწერილი და მაგის გამო 68 გამომწესე ჯერ კიდევ უბრალოდ ძალიან გული მწყდება მე ამდენ წვალობდა ხალხი უყურებს ჩემ ვიდეოებს და არხს არ იწეს თამაშობაში გოლის გაგვივიდა და ასე რომ მეგობრებო თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და უყურებთ გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და თუ გინდათ ჩემი ვიდეოების notification ეგრევე მოგივიდეთ ბარემ ზარის ღაკის გააქტიურეთ და ამდენ ლაპარაკში გოლის გაუშვი მეორე არ გაუშვათ მაგრამ ოფსაიდმა გადაგვაჩინა მე ლაპარაკში გავერთე და დამავიწყრო თამაშობდი მანუელ ნოიერი წინ გაუშვათ პედრი ენდრიკი Fermin Lopez-ი და 2-1-ია უკვე Fermin Lopez-მა გაიტანა მეორე გოლიც. შვენიერი. პაპემ დაუხატა პასი და Fermin-მა შეასრულა. აგენდერი კი არის პრესინგზე დაიბრუნა ბურთი პაპე სამწუხაროდ არ გავიდა ეს პასი და ესე დასრულა პირველი ტაიმი. მოცულებები გავაკეთოთ, მაგრამ რა თქმა უნდა Fermin Lopez-ის შესვლა არ შემიძლია. აქ შემოვიდეს როდრი პედრის ნაცვლად. მერე ფლანგზე შემოვიდეს ხვიჩა. და წინ ენჯეკის მაგათ დარვინ ნუნიეზი და ეს კონსოლ. გადავარდა მიკრო. მე ისმის ხო ჩემი ხმა. თუ ისმის, მაშინ დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ხო, მოდი გავაგზავნოთ აქ თამაში. ტრენტი. შეუძლია ტრენტს აღება. წავიდა ფლანგზე. ვერ აჩერებენ ტრენტს. ტრენტი. შემდეგ პასი Fermin Lopez-ზე, Fermin-ი. არა, ძალიან გაიგდო აქ Fermin-ო და დაკარგა ბურთი. აქ აბანახოთ ვირჯილ ვან დაიკი ნიკოპას თუ წაართვეზობს მაგრამ ვერა მეგობრებო თუ ხო არის ამას რა უნდა მოუხერხ ხო ანუ რაღაცას ვაჭერ მე თუ რა ხდება არ ვიცი მაგრამ მეკარე გამოდის თავის აი წერდა როგორც მოხდა და როგორ უნდა გავაკეთო თუ იცით დამიწერეთ კომენტარებში რომ აღარ გამოვიდეს და ამასობაში ხოჭა ყვარაცხელიამაც შეაგდო შესანიშნავი გოლი პაპე მიცა კარგი პასი და ხოჭამაც დააფინიშა ხო ასევე დამიწერეთ როგორ ვიდეოები უფრო მოგწონთ გრძელი ვიდეოები და სადაც უფრო ბევრს ვლაპარაკობ და ხო თუ აი რაღაცა პატარა ვიდეოები სადაც უბრალოდ ერთი პატარა ვიდეოა გასართო ანუ და ძალიან ბევრს ვლაპარაკობ როგორი გირჩევნიათ დამიწერეთ ცოტა ცუდად კი გამომივიდე ახლა მაგის ახსნა მაგრამ ხო ხტებით რასაც ვიძახი და დამიწერეთ კომენტარებში როგორი გირჩევნიათ და ამასობაში როდრიმაც გაიტანა. აქ Fermin Lopez-ის ასისტი იყო მშვენიერი და როდრიმ აქ დააფინიშა მშვენიურად. ნუ როდრის რა უნდა და ამ ადგილას ეგეც გასაკვირია, მაგრამ ამასობაში მატჩი დასასრულს უახლოვდება 65 წუთია. ნუნიეზი, Fermin-ი გაიწორა Fermin-მა დაარტყა და სამწუხაროდ აცდა. მასობაში 13 წუთი დარჩა. 13 კი არა და 23. ტრენტი მაღალი პასი გააკეთა. ნიკო პასი აქ ბურთით, მაგრამ ტონი ადამსი იდეალურად თამაშობს და მართალია ბურთი ისე არ დაგვრჩება ჩვენი, მაგრამ სწრაფი შეტევა ჩაშალა, რაც მშვენიერი.
სერხი რობერტო ნახოთ რას იზავს. ეს სერხი რობერტოა ბიჭო ბარსაში რო იყო. აქ ჩვენ დაგვრჩება ბურთი აუტი გვაქვს ტრენტი. იქვე ტონი ადამს მიცა. ტონი ადამსი გადაიტანა ვალვერდეზე. ვალვერდე შემდეგ როდრიმ დაკარგა ბურთი სამწუხაროდ. აქ კარგად დატრიალდა და გაუშვით კიდეს გოლი და 4-2 ანგარიში. სამწუხაროდ. არ დაგაუწყე და აიკოთ ვიდეო გამოიწოდა ხი და გააქტუროთ არის ღილაკი. რათა უფრო ვიაქტიუროთ და უფრო მეტი და მეტი ვიდეოები შემოგთავაზოთ. ტრენტი ფერმინ ლოპესი ფერმინი კარგია, კარგად გაიგდო. ინაჩუნებს აქ ბურთს. ერთი კაცი წაწვინა, მაგრამ ეს დაკარგა. აქ როდრის მოხდა ბურთი, დავენ ნუნიეს მივიდა. როდრი, ტრენტი, ფერმინი. აუშავს. თუ გინდათ რომ ასევე შემდეგ ვიდეო იყოს Minecraft-ზე, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში გადავიხე. აქ როდრი პატკატი, მაგრამ ვერაფერი. ვანდაიკის იმედზე ვართ, ვანდაიკი მოარტყუა. იკოპასია ბურთით. დიაო და მანუელ ნოიერმა აიღო ეს ბურთი. წინ გაუშვათ ესე ფერმინმა. ამუშავა და ესეც დასრულდა თამაში. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო ჩელენჯი შევასრულეთ, როგორც ხედავთ. არ დაგაუწყეთ და ლაიქოთ ვიდეო, გამოიწვიეთ არხი, გააგრძელოთ ძალზღილაკი და შევხვდებით შემდეგში.